მითქმა სურს სალვადორ დალის ნახატში გეოპოლიტიკური ბავშვი, ახალი ადამიანის დაბადება. ნატოს საიდუმლო გეგმები. ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში სალვადორ დალის სურათის ასლი კიდია, რომელზეც გამოსახულია გეოპოლიტიკური ბავშვი უყურებს ახალ ადამიანის დაბადებას. ნახატი შესრულებულია სალვადორ დალის მიერ 1953 წელს ტილოზე ზეთით. სურათის ორიგინალი ინახება სანქტ-პეტერბურგში. ეს სურათი სიმბოლურია. ამ სურათს მნიშვნელობა აქვს ნატოს ხელმძღვანელობისთვის და არა მარტო ნატოს ხელისუფლებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქ არ იქნებოდა განთავსებული. სურათზე არის გამოსახული კვერცხი, რომლიდანაც იშვება ახალი ადამიანი. თავად კვერცხზე გამოსახულია დედამიწის რელიეფი. გეოპოლიტიკა ერთ მხრივ არის მეტაფიზიკა, მეორე მხრივ მეცნიერება საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამ სურათის მიხედვით ჩანს, რომ იბადება ახალი ადამიანი. დაბადება ეს რეალობის შეცვლა, სიახლის დასაწყისია. იგი ანგრევს სივრცეს, ანგრევს არსებულს. ეს ადამიანი არის დასავლეთის სამყარო. ამ ახალ გამოჩეკილ ადამიანს გამოყოფილი აქვს მარცხენა ხელი და უდევს ბრიტანეთზე. ფეხი ბიბჯენილი აქვს ინდოეთზე. გეოპოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის ზუსტი საყრდენები ჩრდილოეთ ამერიკისა, რომლის საოკეანო ძალმოსილება წარმოსდგება ბრიტანეთის იმპერიიდან. იგი მისი უშუალო მემკვიდრეა. ნახატზე გამოსახული ქალბიჭა ჰემოფროდიტის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მიუთითებს კავკასიაზე, საქართველოს. მუშტს თვითონ გაცინებული დაღრეჯილი ეშმაკის სახე აქვს. მუშტი წარმოადგენს ღიმილში გამრუდებულ მხეცის სახეს, რომელსაც მარცხენა ხელზე დიდი ბეჭედი უკეთია. ხელდასმულობის ნიშანი. ჰემოფროდიტი წითურთმიანია. მისი გაშვერილი მარჯვენა ხელის ჩრდილი არ ჩანს. მარტო ჩანს ტანის ჩრდილი, უხილავი ხელი. სწორედ ამ უხილავ ხელზე გვაფრთხილებდა ჯონ კენედი. ქალბატონებო და ბატონებო, თვით საიდუმლოების მცნება ეწინააღმდეგება თავისუფალ და ღია საზოგადოებას. ჩვენი ბუნებით წარმოვადგენთ ისტორიულ ხალხს, რომელიც წინ აღუდგა საიდუმლო საზოგადოებებს, საიდუმლო ორდენებს და დახურულ შეკრებებს. მთელ მსოფლიოში ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებულია მონოლითური, უმოწყალო შეთქმულება, რომელიც ფარული ხერხებით აფართოებს თავის გავლენის სფეროს. მოჟონავს შემოჭრის ნაცვლად, ამხობს ხელისუფლებებს არჩევნების სანაცვლოდ და თესავს შიშს თავისუფლების ნაცვლად. ამ სისტემამ გაუკეთა მობილიზება ადამიანთა დიდ მატერიალურ რესურსებს და ააშენა მძლავრი, მაღალკვალიფიციური მანქანა, რომელიც ახორციელებს სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს. მათი მომზადება გასაიდუმლოებულია. მათ შეცდომებს მალავენ და არ ამჟღავნებენ. იგი მდუმარებით გვიახლოვდება, არ უწევს ანგარიშს ხარჯებს და ხმებს, არ ახმაურებს საიდუმლოებებს. ამისთვის ზელათენში იყო კანონი, რომელიც კრძალავდა საჯარო პოლემიკისათვის თავის არიდებას. მე ვითხოვთ თქვენგან დახმარებას ინფორმირების და ამერიკის ხალხის გაფრთხილების მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარებით ადამიანები ისეთები გახდებიან, როგორებიც დაიბადნენ, თავისუფალნი და დამოუკიდებელნი. ამ მამხილებელი მიმართვის შემდეგ 1963 წლის 22 ნოემბერს სწორედ საიდუმლო ორგანიზაციების დაკვეთით ლი ჰარი ოსვალდმა დალასში მოკლა ამერიკის 35 პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი. აღსანიშნავია ფაქტი, რომ 1916 წლის 29 დეკემბერს რუსეთში მოკლული რასპუტინის მკვლელიც ინგლისელი რეინ ოსვალდი გახლდათ, რომელიც დიდი ბრიტანეთის спецсамსახურის ოფიცერი იყო. Мы прервали эту программу для сообщения президента. Дамы и господа, само понятие «секретность» противоречит свободному и открытому обществу.
Мы, по своей природе и исторически, народ, противостоявший секретным обществам, тайным орденам и закрытым собраниям. По всему миру нам противостоит монолитный, безжалостный заговор, который тайными средствами расширяет свою сферу влияния, просачиваясь вместо вторжения, свергая власть вместо выбора и запугивая вместо свободы. И эта система, мобилизовав многие человеческие и материальные ресурсы, построила крепкую, высокоэффективную машину, которая осуществляет военные, дипломатические, разведывательные, экономические, научные и политические операции. Их подготовка держится в тайне от публики. Их ошибки скрываются, а не оглашаются. Она молчаливо наступает, не считаясь расходами и слухами, не разглашая секретов. Поэтому в древних Афинах был закон, который запрещал гражданам избегать публичной полемики. Я прошу вашей помощи в важном деле информирования и предупреждения народа Америки. Уверен, что с вашей помощью люди станут такими, какими они рождены, свободными и независимыми. ჩვენ აგრეთვე გვინდა გაგაფრთხილოთ ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ. ახალი ადამიანის სახით, რომელსაც მოიყვანენ ის ძალები, რომლებზედაც მოგვახსენებს კენედი. ჩვენი მოსაზრებით სურათზე გამოსახული გემოფროდიტი და ეგრეთ წოდებული ბავშვი ეს სწორედ ის ძალებია. ჰემოფროდიტის ფეხებთან არის მოკალათებული გეოპოლიტიკური ბავშვი. მას აქვს სემიტური, ზრდასრული, დაკუნთული მამაკაცის ახნაგობა. მისი ჩრდილი არ შეესაბამება მის ფორმას. მარჯვენა ფეხის უკანა მხარეს ჩახატულია წვეროსანი ადამიანის სახე, რომელიც იესო ქრისტეს მოგვაგონებს. წინა ჰემოფროდიტისა და ბავშვის მხარე დასავლეთად უნდა ვივარაუდოთ. მისი მოპირდაპირე მხარე აღმოსავლეთად. აღმოსავლეთით ორი პიროვნება საუბრობს. ერთს ახურავს მოგვების ქუდი. ეს სავარაუდოდ არის ახალი ტექნოკრატიული და ფულის თაყვანისცემის ეპოქის ქურუმი. სამხრეთით კარგად ჩანს სვეტი, რომელიც მზეს განასახიერებს. სვეტს აქვს მსგავსება კავკასიურ კოშკთან, ღვთის სახლთან, მზისა და ნათლის სახლთან. კვერცხის თავზე გამოსახულია ნაჭერი, რომელსაც 13 ნაწიბური აქვს. 13 ნაწიბური განასახიერებს მაცხოვარსა და მის 12 მოციქულს პაროდიულად. თავდაპირველად ნატოში გაერთიანდა 13 სახელმწიფო. ასევე ევროკავშირიც შექმნა ევროპის 13-მა სახელმწიფომ. ამერიკაც შეიქმნა 13 შტატისგან. აქედან ნათლად ჩანს, რომ კვერცხიდან ახალი ადამიანის დაბადებას იცავს ნატოს და ამერიკის გაერთიანებული ძალები. აქვე უნდა ითქვას, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი დროშის წინაპარი იყო ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთის კომპანიის დროშა. ის წააგავდა ბრიტანულ დროშას და შედგებოდა 13 ჰორიზონტალური წითელი და თეთრი ხაზებისაგან, ერთმანეთის შენაცვლებით. ეს ხაზები წარმოადგენენ პირველი შტატის გაერთიანების სიმბოლიზებას. 1776 წელს საკონტინენტალო კონგრესზე მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ახალ სახელმწიფოში შევიდა 13 ტერიტორია. ყოფილი დიდი ბრიტანეთის კოლონიები: ვირჯინია, დელავარი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, მერილენდი, ნიუ-გემპშირი, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, პენსილვანია, როდ-აილენდი, კონექტიკუტი, სამხრეთ კაროლინა და ჩრდილოეთ კაროლინა. ერთი წლის შემდეგ მეორე საკონტინენტალო კონგრესი იღებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშას, რომელიც შედგებოდა 13 წითელი და თეთრი ხაზებისაგან და 13 თეთრი ვარსკვლავისაგან ლურჯ ფონზე. დროშის ამ ვერსიაში 13 ვარსკვლავი ლურჯ ფონზე ქმნიდნენ წრეს. ეს დროშა ცნობილია როგორც ძველი დიდება. ის პირველმა შეასრულა ფილადელფიის მკერავმა
ხალბატონმა ბეტსი როსი. ეს დროშა შევიდა ისტორიაში აგრეთვე როგორც ბეტსი როსის დროშა. ევროპის კავშირი ოფიციალურად დაარსდა 1992 წელს მასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის გაერთიანების 13 სახელმწიფოს ბელგიის, დანიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლებმა ქალაქ მასტრიხტში, ნიდერლანდი. ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის შემოღებას. ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას. ეს მოდელი წარმოადგენს საბჭოთა კავშირის ანალოგიას. უნდა ითქვას, რომ ევროპის გაერთიანებული შტატების შექმნის იდეა იყო ჯერ კიდევ ამერიკის აღმოჩენამდე, ანუ მრავალი საუკუნის წინ. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ჩაატარეს ექსპერიმენტი და შექმნეს ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპის ტერიტორიაზე ევროკავშირის მასშტაბის სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები, ანუ იმპერიები იყო დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული 1000 წლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების ახალი იმპერიის შექმნის შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკის რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა საშუალება ევროპის შეერთებული შტატების შექმნისა. ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველი. ამ იდეამ მიიღო ახალი ხორცშესხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც უინსტონ ჩერჩილმა 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხის უნივერსიტეტში განაცხადა ევროპის გაერთიანებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად. 1959 წელს შეიქმნა ევროპული თანამეგობრობა, გაერთიანება. ევროპული გაერთიანების განვითარების და გარდაქმნის პროცესი თანამედროვე ევროკავშირში ხდებოდა იმავდროულად სტრუქტურული, ევოლუციისა და ინსტიტუციონალური ტრანსფორმაციის გზით მეტად შერწყმულ სახელმწიფოთა ბლოკში, სადაც მართვის ფუნქციების სულ უფრო მეტი რიცხვი გადაეცემა ზეროვნულ დონეს, ეგრეთ წოდებული ევროინტეგრაციის პროცესი ან სახელმწიფოთა კავშირის ჩაღრმავება. ევროპარლამენტის რეზიდენცია ბრიუსელში გავს ბაბილონის გოდოლს. ევროკავშირის დროშა გავს პირვანდელ ამერიკის დროშას. ევროკავშირის დროშის განმარტება ვიკიპედიაში ესეთია. ევროპის კავშირის დროშა წარმოადგენს ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობას. ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არ აქვს გაერთიანების წევრთა რიცხვთან. წრიულად განლაგებული ვარსკვლავები სრულყოფილებას და სისრულეს აღნიშნავს. ხოლო რიცხვი 12 ტრადიციულია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისათვის. კერძოდ, 12 ზოდიაქოს ნიშანი, 12 დღის საათი, 12 წლის თვე, 12 მოციქული, 12 ოლიმპიური ღმერთი, 12 დაფის კანონი. დროშა შექმნა ევროპის საბჭომ 1955 წლის 8 დეკემბერს. წმინდა მამა ნილოს მირომდინარე მოასწავებდა, რომ 1992 წელს დაიწყება ბოლო უკანასკნელი ფაზა არა მხოლოდ კაცობრიობის არსებობისა, არამედ მთელი სამყაროსი და რომ 13 ევროპული სახელმწიფო შექმნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკს. ევროკავშირის უკან იმალება დიქტატორული რეჟიმი. ასეთი სასტიკი დიქტატურის გამოგონება შეეძლო მხოლოდ მხედს, დემონს, ეშმაკს. რატომ მაინც და მაინც 13? იმიტომ რომ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია,
რომ ანტიქრისტე ხეცი გარეგნულად პაროდირებას გაუკეთებს ქრისტეს. შინაგანად კი დაამახინჯებს. ყველას ეგონება, რომ ეს ანტიქრისტე მოკრძალებულია და თვინიერი გული აქვს. სინამდვილეში კი ის გულით მელაა, სულით მგელი. მელა ინგლისურად Fox. რიგითი ნომრით 666. ქრისტეს მოსვლას წინ უძღოდა იოანე ნათლისმცემლის წინამორბედის მოწოდებას სინანულისაკენ. ხოლო ანტიქრისტეს წინამორბედია ვერცხლის მოყვარეობა. ქრისტეს თანმხლებნი და მქადაგებელნი იყვნენ 12 მოციქულნი, ხოლო ანტიქრისტეს თანმხლები კი ევროკავშირია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო სახლის და ახალი მსოფლიო წესრიგის პირველ აგურს. ვიკიპედიის განმარტებით, ევროკავშირის დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი 12 მოციქულის სიმბოლოა. ადამიანები, რომლებიც ისედაც იქცნენ ხეცის ეშმაკის ჭურჭლად, უსაზღვრო ნდობას აღუქვამენ ანტიქრისტეს. აირჩევენ მას მსოფლიოს ერთპიროვნულ მმართველად და თვითმპყრობელად, რამე თუ იგი იქნება მხეცის ეშმაკის იარაღი ქრისტიანობის საბოლოოდ მოსპობის მცდელობაში დედამიწიდან. დაღუპვის გზაზე მყოფ ადამიანებს ეგონებათ, რომ ის არის მხსნელი ქრისტე და რომ იგი გადაარჩენს მათ. და ის სწორედ მაშინ, ნაწინასწარმეტყველები უბედურების ჟამს, ანტიქრისტე დაიწყებს ხალხის დაბეჭდვას თავისი ბეჭდით 666-ით, ვითომ და იმისთვის, რომ ამ ნიშნით იგი გადაარჩენს მათ განსაცდელისაგან. ვინაიდან, ვისაც ბეჭედი ექნება აპოკალიფსის მიხედვით 13:17, ხოდ მას მიყიდიან პურს. ის, ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ვერ იცოცხლებს. იგი სულიერად მკვდარია და მას ელოდება სამუდამო ტანჯვა. ნუ თუ თქვენ, აგრეთვე გსურთ დაიღუპოთ თავი ბეჭდით სამუდამო წამებაში, იმისათვის, რომ იყოთ იმათთან ერთად, რომლებმაც მიიღეს იგი, რადგან იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. მათე 25:20. მაშინ სახარება იქნება უგულებელყოფილი. ანტიქრისტე გვირგვინს დაიდგამს მესამედ აღდგენილ სოლომონის ტაძარში, იერუსალიმში. უნდა აღინიშნოს, რომ ეგრეთ წოდებული ახალი ადამიანი არის ანტიქრისტე, რაზეც მეტყველებს შემდეგი. მოღუნული მარცხენა ხელი წარმოადგენს გონიოს. გონიოს ჩრდილი ქმნის ექვსიანს და არა კუთხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლებს სურთ გამოიყენონ გონიო ანტიქრისტეს სახლის მშენებლობისთვის და არა ღვთის სახლის ასაშენებლად. ადამის მტრების მიზანი ეს არის ჭეშმარიტების პროფანაცია დროში და სივრცეში. ანუ ახალი სტილი, ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი აზროვნება, ახალი ეგრეთ წოდებული ეროვნული მოძრაობა და სხვა. ანუ ყველაფერი, რასაც აქვს ზოგადად ახალი წყალებლობის სახე. ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ქრისტე მაცხოვარი მოვიდა და გვიბოძა ჩვენს გადასარჩენად ახალი აღთქმა. სადაც მაცხოვარი იოანეს აპოკალიფსში წინასწარ გვამცნობს ჭეშმარიტ ახალ მსოფლიოზე, ახალ იერუსალიმზე, ახალ ღვთის ქალაქზე. და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო და ზღვა აღარ არის. და მე იოანემ ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ზეცით ჩამომავალი, გამზადებული, როგორც სასლო და სასიძოსათვის შემკული. და მომესმა მრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: აჰა, არავი ღმრთისა კაცთა თანა და დაემკვიდრება მათთან და ისინი იქნებიან მისი ხალხი და თვით ღმერთი იქნება მათთან. და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს და აღარ იქნება სიკვდილი და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. და თქვა ტახტზე მჯდომარემ: ახლა ვიქმ ყოველსავე ახალს და მითხრა მე, დაწერე, ეს სიტყვანი
სარწმუნონი არიან და ჭეშმარიტნი. და მითხრა მე, ახსრულდა, მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროსგან უსასყიდლოდ. ძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს და ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და მწამვლელთა, კერთაყვანიცემელთა და ყოველთა ცრუთა ხვედრი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მუგის გიზეში. ეს არის მეორე სიკვდილი. და მოვიდა ჩემთან ერთი 7 ანგელოსთაგანი, რომელთაც ჰქონდათ 7 თასი, უკანასკნელი წყრულებით სავსენი, და მითხრა მე, მოდი და გიჩვენებ ქალს სასლოს კრავისას. და წამიყვანა მე სულით დიდსა და მაღალ მთაზე და მიჩვენა მე დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალემი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით. და ჰქონდა დიდება ღვთისა და მნათობი მისი მსგავსი პატიოსანი ქვისა, იასპის ქვისა, როლივით გამჭვირვალესი. და ჰქონდა ზღუდე დიდი და მაღალი და 12 ბჭე და მათზე 12 ანგელოზი და ზედ დაწერილი სახელები ისრაელის ზეთა 12 ტომისა. აღმოსავლეთით 3 ბჭე, ჩრდილოეთით 3, სამხრეთით 3, დასავლეთით 3. და ზღუდეს ქალაქისას ჰქონდა 12 საფუძველი და მათზე კრავის 12 მოციქულის 12 სახელი. და ჩემთან მოსაუბრეს ჰქონდა ოქროს ლერწამი, რათა გაეზომა ქალაქი და მისი ბჭენი და მისი ზღუდენი. და ქალაქი 4 კუთხედად ძევს და სიგრძე მისი როგორც სიგანი. და გადაზომა ქალაქი ლერწმით 12,000 უტევანზე და სიგრძე მისი და სიგანი და სიმაღლე მისი ტოლნი არიან. და გაზომა ზღუდე მისი და იყო 144 წრთა კაცთა საზომით, როგორც არის საზომის ანგელოზისა. და იყო ნაგებობა მისი ზღუდისა იასპის, ხოლო ქალაქი ბაჯაღლო ოქროსი, მსგავსი წმიდა მინისა. ქალაქის ზღუდის საფუძველნი ყოველგვარი პატიოსანი ქვით შემკულნი. პირველი საფუძველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკედონი, მეოთხე სმარაგდი, მეხუთე სარდონიკი, მეექვსე სარდიონი, მეშვიდე ქრიზოლითი, მერვე ბერილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ქრიზოპრაზი, მე-11 იაკინთი, მე-12 ამეთისტო. და 12 ბჭე, 12 მარგალიტი, თითოეული ბჭე თითო მარგალიტისა და ქალაქის მოედანი ბაჯაღლო ოქროსი, მსგავსი ჭვირვალე მინისა, ხოლო ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან უფალი ღმერთი ყოვლის პრობელი არის მისი ტაძარი. და ქალაქს არ სჭირდება არც მზე და არც მთვარე მანათობელად, რადგანაც დიდებამ ღვთისამ გაანათა იგი და სანთელი მისი კრავით. და დაახსნილი ხალხები ივლიან მისი ნათლით და ქვეყნის მეფენი მიიტანენ მასში თავიანთ დიდებას და პატივს. და ბჭენი მისნი არ დაიხშვიან დღისით, ხოლო ღამე არ იქნება იქ. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებას და პატივს. და ვერ შევლენ შიგ სიბილწისა თუ სიცრუის ვერც ერთი მოქმედი და თანაზიარი, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში. ცხეთა ახალი იერუსალიმი და არა მეორე იერუსალიმი, როგორც ამას ზოგიერთები გვიგიჟინებენ. და ვმოწმობ ყველას მიმართ, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს. თუ ვინმე რასმე დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. და თუ ვინმე რასმე მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მის წილს სიცოცხლის ხისას და წმინდა ქალაქისას და იმისას, რაც წერია ამ წიგნში. ადამიანის თავის ჩრდილი, რომელიც კვერცხიდან იბადება, წარმოდგენილია გვირგვინის სახით, სამეფო, სამხედრო მუზარადის სახით, რაც ნიშნავს ჩრდილი ეს არის ილუზია იმისა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი მშენებლებს სურთ შემოგვაპარონ მსოფლიოს უკანონო მეფე. წმინდა მამა ნეტარი იოანე მაქსიმოვიჩი საშინელ სამსჯავროზე საუბრისას განმარტავს. ამ ქვეყნად ანტიქრისტეს მოსვლამდე უკვე მზადდება ნიადაგი მის გამოსაჩენად.
საიდუმლო უკვე მოქმედებაშია და ძალები, რომლებიც ამზადებენ მის გამოჩენას, უპირველეს ყოვლისა, იბრძვიან მეფის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. წმინდა მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტე ვერ მოგვევლინება, სანამ არ იქნება ჩამოშორებული შემაკავებელი კანონიერი კეთილსინდისიერი ხელისუფლება. ასეთი ხელისუფლება ებრძვის ბოროტებას. ამ ქვეყანაზე მოქმედ საიდუმლოს არ უნდა, რომ ხელისუფლება კანონით იბრძოდეს ბოროტების წინააღმდეგ. არამედ სურს ხელისუფლების უკანონობა. ანტიქრისტე მოდის ომით და მის მოსვლას თან ახლავს სისხლიანი მდინარეები, რაზეც მიანიშნებს სისხლის სურათზე, რომელიც კვერცხიდან გადმოდის თეთრ გადასაფარებელზე. თეთრი გადასაფარებელი ნიშნავს ევროამერიკულ დემოკრატიას, რომელზედაც დევს კვერცხი, საიდანაც იჩეკება ახალი მსოფლიო წესრიგის მეფე. უნდა აღინიშნოს, რომ სისხლი, რომელიც მოედინება მთელ მსოფლიოში, ეს არის ომების გაჩაღება სახელმწიფოთა შორის, რელიგიებს შორის, ერებს შორის, ნათესავთა შორის, ზნეობათა შორის. ეს არის შედეგი ახალი მსოფლიო წესრიგის მოკავშირეთა მიერ პროვოცირებული ჩარევისა, რომლებიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. სურათზე აღნიშნულია სისხლით დაუსრულებელი გადასაფარებელი. ღვთის და ადამიანის ძე სიმართლისა, სამყაროს მეფე დაიბადა ბაგაში, წყემსებთან, ანგელოზების გალობის თანხლებით. შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუწყინა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამე თუ რომელნი ვარსკვლავსა სახურებენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემა შენი. ბზეო სიმართლისაო, რომელი აღმოუწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენ. სურათზე ჩანს, რომ ამოვალი მზე აღმოსავლეთში ანათებს, მაგრამ ჩრდილს დასავლეთისაკენ არ იძლევა და პირიქით კვერცხზე კონცენტრირებული კაშკაშა სინათლე ირგვლივ ანათებს დასავლეთიდან და მისგან გამოდის ჩრდილი აღმოსავლეთისაკენ. ეს ნიშნავს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლები არიან ცრუ მოციქულები, დემოკრატიის მამები, რომლებიც ქადაგებენ სიყვარულის გარეშე თავისუფლებას, ძმობას და თანასწორობას. დემოკრატიის სახელით ანადგურებენ ყველას, ვინ წინ აღუდგებათ და არ დაემორჩილებიან მათ. არ აძლევენ ადამიანებს თავისუფალ არჩევანს. ამიტომ ახალ მსოფლიო წესრიგში არ დარჩა ადგილი და ფუნქცია ქრისტე მხსნელისა, რომელიც სიყვარულს ქადაგებს და სურათზე ეს ასახულია ეგრეთ წოდებული ბავშვის მარჯვენა ფეხის უკანა ნაწილში ჩახატული მაცხოვრის სახით. როგორც წარსულის გადმონაშთი, მათ არ მიიღეს ქრისტე. სამაგიეროდ მიიღებენ ანტიქრისტეს, როგორც თვით ქრისტემ გვიწინასწარმეტყველა. მე მოვედი სახელითა მამისა ჩემისათა და არ შემიწყნარეთ. უკეთო სახვარი მოვიდეს სახელითა თვისითა იგი შეიწყნარო. იოანე 5:43. ეს ხვარი არის ანტიქრისტე, ეგრეთ წოდებული ახალი ადამიანი, 3-6-იანი დადახული, 666, რომელიც კვერცხიდან გადმოდის, იჩეკება. აი ასე გვაფრთხილებს სალვადორ დალი, რომ ეს ადამიანი არის ანტიქრისტე. ვისაც ყური აქვს ისმინოს, თუ რა ზეუბნება ღვთის სული ეკლესიას და იმან, ვისაც თვალი აქვს დაინახოს. აპოკალიფსი. სურათზე კარგად ჩანს, რომ ის ნაწილი, რომელიც კვერცხიდან ჩანს, ქმნის 6-იანს. მეორე 6-იანი ხელის ჩრდილია, მესამე 6-იანი ტანი. წმინდა მამების წინასწარმეტყველებით ანტიქრისტე იქნება ცაცია და ეს ახალი ადამიანი კვერცხიდან გადმოდის მარცხენა ხელით. გეოპოლიტიკური წესრიგისთვის, ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, ახალი ადამიანისათვის ნამდვილობას წარმოადგენს კავკასია. კავკასიაში არის საკრალური სიბრძნე, ცოდნა, მორალი, ზნეობა, ანუ ის, რასაც თავის დროზე არგონავტები ეძებდნენ. მხოლოდ კავკასიურ რასაში აღწევს სული აბსოლუტურ იდენტურობას საკუთარ თავთან. შეიმეცნებს მას თავის აბსოლუტურ დამოკიდებულებაში. აღწევს თვითგამორკვევას, საკუთარი არსის განვითარებას და ამით შობს მსოფლიო ისტორიას. მსოფლიო ისტორიის პროგრესი იწყება კავკასიური რასის გზიდან. ვილჰელმ ჰეგელი. კავკასიაში აქტიური პოზიცია უჭირავს საქართველოს, ივერიას.
არ შეიძლება არ გაგვახსენდეს იოანეს ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, რომლის მიხედვით მეორედ მოსულის ჟამს იბერიულმა კავკასიამ უნდა ამხილოს, განსაჯოს კაცობრიობა ქართული ენით. იგივეა ნაწინასწარმეტყველები იოანეს აპოკალიფსში, მიმართვა ფილადელფიის ეკლესიისადმი. 3:7. იოანეს ზოსიმე, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებად. რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე რქვია. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამი და მართაი და მეგობრობაე ამისთვის თქვა, ვითარმეთ ყოველი საიდუმლო ამას ენასაშინა დამარხულ არს და 4 დღისა მკვდარი ამისთვის თქვა დავით წინასწარმეტყველმან, რამე თუ წელი 1000 ვითარცა ერთი დღე და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეისსა წილი ზის, რომელ 100 არს და იტყვის ყოვლად 4000 მარაგსა და ესე არის 4 დღეი და 4 დღისა მკვდარი. ამისთვის მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის ღებისა მისისაი და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა და სასწაულად ესე აქვს 80 და 14 წელი უმეტეის სხვათა ენათა ქრისტეის მოსვლიდან ვიდრე დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელიც წერილ არს მოწამეთ, წარმოგითხარ 100 ესე წელი ანბანისაი. ზვიად გამსახურდია საქართველოს სულიერ მისიაში განმარტავს. ლაზარეს აღდგინება იოანეს ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას. ქართული მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე. ანუ მესამე 1000 წლეულამდე. მესამე 1000 წლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა. ისევ იმავე პოზიციას დაებრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში. ესე იგი, წამყვანი მოდგმის პოზიციას. კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთთან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანეს ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას. პირველი დაბადება ქრისტესი განხორციელდა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა კაცობრიობას. მეორედ ქრისტე კი არ დაიბადება, არამედ მოვა და მოვა იქ, სადაც ყველაზე მეტად იქნება მისი სიტყვა დაცული. იქნება მეორედ მოსვლა. ის კი, ვინც ამ ნახატზე კვერცხიდან იბადება, ნამდვილად ანტიქრისტეა. ერთ დინებაში ორჯერ ვერ შეხვა. ახალი ადამიანი ამერიკიდან გამოდის, სადაც ადამიანს ეროვნება არ გააჩნია. კავკასია, კერძოდ საქართველო არის ერთ მხრივ თეთრი რასის პირველი სამშობლო, მისი კანონმემკვიდრე კი ქართველი ერი. მეორეს მხრივ აფრო-ევრაზიის გეოპოლიტიკური ცენტრი. აი ვინ უწევს წინააღმდეგობას ანტიქრისტეს დაბადებას. რაც ზვიად გამსახურდია იოანეს ზოსიმეს ქებაი და დიდებაის ამოხსნის სულიერ მისიაში განვიცხადა. სურათის ქვედა ნაწილში აფრიკის კონტინენტზე მოსჩანს ცალთვალა მამაკაცი აფრო-ამერიკელი. აგრეთვე ჩანს, რომ კონტინენტის ზემო ნაწილიდან ქვემოთ მოედინება ცრემლი, რისი ახსნას ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ. მაგრამ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ახსნის მცდელობას, კრიტიკას, ფაქტებით დასაბუთებულ მოსაზრებებს თქვენს მხრიდან. სურათზე აგრეთვე არის კიდევ ბევრი აუხსნელი ფაქტი. ჩვენ ვეცადეთ აღვეწერა ის, რაც სალვადორ დალის
სურდა ჩვენთვის გადმოეცა ამ ნახატით. ამ ნახატის მიმართ გამოთქმულია ურთიერთსაწინამდეგო აზრები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაგაცნობთ რამდენიმე ჩემთვის მისაღებ მოსაზრებას, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. მერაბ გეგია, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასე აღწერს სალვადორ დალის ამ სურათს. ჰერმაფროდიტის სახეზე ნახველია აღბეჭდილი. მისი პოზა გამოხატავს სევდას ტრაგედიის გარდაუვალობის გამო. მართლაც ახალი ადამიანი აშკარად გიგანტია და რა გასაკვირია, რომ მის დაბადებას დედამიწის ნგრევა მოჰყვეს. ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე ახალი ადამიანის მძლავრე კლანჭის მსგავსი ხელის მტევანი, რომლითაც იგი ებღაუჭება პლანეტას. თითქოს და მისი ჩაბღუჯვით ცდილობს თავი დააღწიოს გალია ნაჭრს. თავად გეოპოლიტიკოსის ხატთან მიმართებაში იბადება რამდენიმე კითხვა. რატომ აირჩია სალვადორ დალიმ დამკვირვებლად მაინც-ამაინც ჰერმაფროდიტი? რატომ უწოდა მას გეოპოლიტიკოსი და არა ვთქვათ უბრალოდ პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი? მეორე კითხვაზე პასუხი შედარებით მარტივია. გეოგრაფიულ ცვლილებებს პოლიტიკური მოყვება. ამ აზრობრივ კონტექსტს გეოპოლიტიკოსი შეეფერება. ჰერმაფროდიტის ფიგურა ასეთ მარტივ ახსნას არ ემორჩილება. და მაინც რა ასოციაციებს აღძრავს იგი? გეოპოლიტიკოსი გაორებულია არ მარტო სქესობრივად, არამედ რასიულადაც. აშკარაა, რომ იგი ევროპეიდის და ნეგროიდის ნაჯვარია, რაზეც ნათლად მეტყველებს მუქი კანის ფერიც და ხუჭუჭა თმაც, შერწყმული ევროპულ თავის ქალასთან და სახის ნაკვთებთან. გეოპოლიტიკოსის სასქესო ორგანოზე ლეღვის ფოთოლია აფარებული. აშკარად მხოლოდ ერთი განზრახვით დააფაროს არა იმდენად ეს ორგანო, არამედ გეოპოლიტიკოსის სქესი. ასევე ქალურია გეოპოლიტიკოსის პლასტიკა, კანის ნაზი მოძრაობის დინამიკა და განსაკუთრებით კი ფეხის მდებარეობა, რომელიც საბალეტო პასაჟს მოგვაგონებს ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გეოპოლიტიკოს მამაკაცისთვის შეუფერებელად გრძელი ტორსი აქვს. დალის ამ ნამუშევარს უთუოდ აქვს ეზოთერული ქვეტექსტიც. ალექსეი ზლიგოსტევი კი შემდეგნაირად აღწერს სალვადორ დალის სურათს. სურათის დასახელება წააგავს პაროდიას მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ოპტიმისტურ წინასწარმეტყველებას ახალი მსოფლიოს შესახებ, რომელიც წარმოიქმნა ფაშიზმის დამარცხების შემდეგ. გეოპოლიტიკა მოდური მეცნიერება იყო 30-იან წლებში, რომელიც იკვლევდა გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას სახელმწიფოების ფეთზე და განსაკუთრებით მათ ადგილმდებარეობას კონტინენტალურ სივრცეში. ბავშვის არსებობა, რომელიც თვალყურს ადევნებს მოზრდილი ადამიანის დაბადებას, აზრს უკარგავს თეორიას და აძლიერებს მაყურებლის სკეპტიციზმს. ახალი ადამიანი წიწილის მსგავსად იჩეკება დედამიწის სფეროდან, რომელიც უფრო რბილ გარსს წააგავს და არა კვერცხის ნაჭრს. კონტინენტებიც კი მომბალია და მზად არიან ჩამოირეცხონ სურათიდან. დასავლეთ აფრიკა გამოყოფს უცნაურ წვეთს შაფარის ნებისმიერი კიდეებიდან. ქალის ფიგურა ჰერმაფროდიტი, რომელიც მიუთითებს გათამაშებულ მოვლენებზე, იმავდროულად დაკუნთულიცაა და დაუცვლილებულიც, რომელიც ნახატს აძლევს მუქარის ხასიათს. შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდი ეს სიტყვა წარმოთქმულს 1990 წლის 26 მაის თბილისში. ქართველო ერო, შენს წინაში არის ორი გზა. შენი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზა გასაყართან. აგზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა. აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზადყრობისა. აი გზა ტერორიზმისა. აირჩიე ქართველო ერო, აირჩიეთ ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა. აირჩიეთ ილია მართლის გზა. რამე თუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს. და ვინც წავა წარწმედის გზით, ბარაბას გზით,
შეჩვენებული იყოს უგუნისამ. ჩვენ ძმანო დგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედიღბას და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი. ეს პლანეტარული მხეცი ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება, აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე. მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება. გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას. ურთხეული იყოს ილია მართალის გზა. გაიღვიძე ქართველო ერო, გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას. ამინ. მოიყოფი ორგილო და გვარის ნიმობა ამ დღეს ამ დინამიკაზე, სადაც წინამართა აჩერგილები თავს აღწრიალებენ, სადაც სულმუნათი მერაბ კოსტავა გადმოგწელის სენსიტიური საქართველოდან, სადაც ილია მართალი დამსკელის ჩვენ მიერ ვეცადებული ილია მართალი. ანუ და განო ქართველიერი ქრისტეს მძნელი გრილოდა ისტორიის ერთიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, როდესაც განსხვავებული წმინდა იესო ქრისტე გამოიყენეს ებრაელი ხალხის წინაშე, რომაელებმა და მისმა ანგელებმა ისრაელს ჰქონდა წესჩეულება. სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს ისრაელისათვის წმინდა დღესასწაულის დღეს უნდა მიეტევებინა ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ვინ მოგიტევო და დაუყენა წინ ქრისტე ფერკასი და ბარაბა ავადაკი. მაშინ იხულა ისრაელის ერმა ვარსაცვეგე და მოგვიტევე ბარაბა, მოგვიტევე ავადაკი და ის ავადაკი გულში ჩაიხვდა და ვარსმა გაუშვა ფერკას მოვლენილი მესია ფერკასი. არადესაც ისტორია სამგზავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავადაკი. ჩვენ ავირჩიეთ ავადაკი. ჩვენ უარყავით დიდი ილია და ჩვენ ვიარასწორებთ მას. და იქ დადგა სამი ჩვენი განთავისუფლებისა. ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლება თვალა ისე წაგვარქვა მიტოვინა და დაგვატეხა თავს არნახული საშენი, რომელიც 70 წელია ვანადგურეთ. აი ამის გამო მივიღეთ ძმანო, რამე თუ არ ვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიას მოვლენილი კაცი, დავირჩიეთ ბარაბა ავადაკის სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთამის გზა. აი ისეთი ჩვენი კატასტროფა. აი და დემოკრატიისა, აი და ჭეშმარიტებისა და უმანგოლებისა, აი და აშაღობისა და მსახურობისა, აი და ტერორიზმისა. და ბოლოს დავამთავრებთ ვეფხვის წყაროსანი წმინდა გიორგის ხატის ტროპარით. ქვეყნად სიცრუისა, სულისა და მზაკვარისა დურიტისა, მხილებისა, מחვილითა და მომხობელო და მტერთა უფლისა ვენახისა შუბითა განგმირველო. ვარსკვლავიერისა ცისა დარად ვეფხისა ტყავითა შემოსილო და იოსებისა ჭრელისა სამოსელისა მსგავსად ჭრელობისა მეცნიერებითა შემკობილო. წმინდაისა ნინოისა ჯვარისა და მეწამულისა ვარდისა საიდუმლოისა მტვირთველო.
დიდების მხედარო ვეფხის ტყაოსანო ქრისტეს დიდო მოწამეო გიორგი ძლევა იგვეც ჩვენ ერს საქართველთასა დათრგუნვად საყვარისა თეორიის ავტორი ბესო ბესარიონ მიქავა ტექსტს კითხულობს ნატალია ზარქუა თბილისი 6 მაისი 2013 წელი გიორგო